იმედია ხმა ისმის საღამომშვიდობის. ეხლა მინდა გაჩვენოთ როგორ ვაკეთებ. უფრო სწორედ მასწავლეს ეს რეცეპტი და მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, ჩემს სამსახურში, სადაც მე ვმუშაობ, კაფე, თლად კაფე არ არის, მოდი ესე ვთქვათ, კაფე რესტორან სათაფლიაში. მექსიკური კარტოფილის соуსი ვისწავლე და გაგიზიარებ. არ ვიცი, შეიძლება მე რაღაცა დავამატე, შეიძლება რაღაცა მოვაკეთო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასა ისა ამ მაიონეზს სულ ვიხმარ იმაზე, соус გავაკეთებ. ხო. მოკლედ ეს მაიონეზი ვიყიდე ადრე რამოდენიმე დღის უკან. და 15%-იანია, ანუ ნაკლებ ცხიმოვანი. მასა რამდენია? 760 გრამი, მოკლედ. აი ესე როა მაიონეზი. ამისთვის დაგვჭირდება ნიორი ძლივს ვიპოვე. გამოვარჩევ ახლა რაც არის ერთი ძალიან გავხმარია. შიგნით ხო იქნება ცოტათი ცოცხალი, კი ბატონო შვილი ყავს. ხო და ამას გამოვიყენებ. გავარჩევ ახლა ამ ნიორს. ისე გარჩეული რომ ყოფილიყო და მე ჩამერთო, უკეთესი იქნებოდა თავისთავად, მაგრამ არა უშავს. ცოტა ხნის უკან ვუყურე ეს ნიუ-იორკში რომ გადავიდა საცხოვრებლად ახალგაზრდა ბიჭი. ჩემი უფროსი ბიჭის ხნის იქნება, ლაშა ქვია, ადრეც ვახსენე ვიდეოში. ძალიან საინტერესო არხი აქვს, ძალიან კარგი კონტენტი აქვს, მოკლედ ხელოვანი ადამიანია. თან რაღაცნაირად აი მაინც მარტოა რა, ითვლება რომ მარტოა ხო პრინციპში იქ და როგორ ართმევს თავს იქ ცხოვრებას, სხვათაშორის იქ საკმაოდ რთულია ცხოვრება. ისე არ არის როგორც ჩვენთან, ეხლა ჩვენთან ჩვენ ქვეყანაში ანუ მშობლიურ მხარეში, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა რომ დაგჭირდეს, გვერდში უცბად ბოლო-ბოლო ნაცავი მეგობარი ვიღაცა გამოჩნდება და იქ ხარ მაინც მარტო. ხო. ეხლა მე მინდა სახეხი ნიორისთვის. მოკლედ არ ბევრი დიდი ფილოსოფია არაფერი არ უნდა. ერთი ფილოსოფია ის არის, რომ ეხლა მინდა კარტოფილის ყიდვა და საღამოხანს კარტოფილი მოკლედ ცოტა რთული თემაა, სოსოს რომ ეჩხუბება, ეს რა კარტოფილია, არ ვარგა და ასე და შემდეგ. მეგობრებო, ხელები ისე დღეში მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგუე, ისინი ხელთათმანები. თან ისეთი ხელთათმანები არ არის, რომელიც ანუ უფრო მოსახერხებელი რო იყოს. აი ძმებში თუ გინახიათ ფერადები რო იყიდება სილიკონის, ეგ კიდე არაუშავს, ანუ გამძლეა და აი ეს მეორე სტაფილოსფერები როა, ეს რაღაცა კრემის ფერით ესე ეგენი არის, აი საშინელება რა, აი მართლა ერთჯერადი უფრო უკეთესია ვიდრე ეგ. და წარმარა იხევა და თან ის არის, რა ქვია, მაგის მერე ხო, აი ხელებს ანუ რომ ვიხდი მაგ ხელთათმანებს, სველი მაგ ხელები, რა აზრი აქვს მაშინ ეგეთის ხმარებას, თუ კი ხელი დამისველ და საქმეც იმაშია, რომ მაგისთვის ეგ დანიშნულება აქვს, რომ ხელი არ უნდა დასველდეს. ხო და ძალიან გამიუბედურდა ხელები, არ ვიცი როგორ გაჩვენოთ, მოკლედ თითები ძალიან ცუდ დღეში მაქვს, აი დაბზარული და არ ვიცი გამოჩნდება თუ არა. ნუ აი ძალიან ცუდ დღეში მაქვს ეს ცერათით, ეს საჩვენებელი თითით. ან მე კიდე ხან რას მოვედები ხარას და ბიჭრი ხოლმე რამაცინებს. ხო, ნიორიც გავარჩიე. გავარჩიე, კი ბატონო, გავარჩიე. მოკლედ, ეხლა როგორ ვთქვათ, მოდით თან ოზეთ გავზომავ. ერთი
2, 3, 4 სუფრის კოვს. მოდი ესე ვთქვა. ცოტა უნდა კეჩუპი, ოღონდ ეს არის რაღაცა შერეული, საერთოდ უნდა ჩვეულებრივი რა, ანუ არაფრის გარეშე როგორ ვთქვა. უბრალო კეჩუპი რა, არის ხოლმე იქ სამწვადე ისა ესა. მოკლედ ცოტას ვუკეთებ, დაახლოებით ალბათ 1 კოვზი. 4 კოვზზე. ხო. ბევრი არ უნდა. ამოვლებთ ასე შევხედოთ, ხო, შეიძლება ცოტა დავამატოთ კიდე, ცოტა და ვთქვი და ცოტა მეთქი და ერთი კოზი, ну კარგით, 4 კოზზე 2 კოზი, ანუ ხო რა ესე დაახლოებით. მოდით ესე ვთქვათ, 4 კოზზე 1 კოზ ნახევარი. ხო, ესე ვთქვათ, სრული კოზი არის. ხო, მე ვუკეთებ მოდით ტერაპევტის პაპრიკას. სულცინურად გაიხსნა. მოდით პაპრიკა ჩავყაროთ. შემოგვიგვი ისე რომ აი ხა მთლიანზე რო ვაკეთებ და უფრო მეც ჩავყრები რა თქმა უნდა. პაპრიკა. მწარე წიწაკა. არა, მწარე წიწაკა არა, დაფქული მაქვს აქ არა, მწარე წიწაკა. დაღեղილი უნდა. დაღեղილი წიწაკა. და ორეგანო. ეს ორეგანო სხვათაშორის ძალიან მომეწონა. რა რეკლამას ვუკეთებ ორეგანოს. კარგია, არ ვიცი, მე სხვათაშორის ადრე სხვა ვიყიდე და ხმელი იყო, ეს რბილია. ასე. всё. ორეგანო, მერე გამხსნოთ. ხო, ძმარი. 1 თავსახური, ხო, საბოლოოდ ცოტა უფრო ნაკლები. აი ასე. ძმარი. კიდე ხო, ნიორი. ნიორი გავხეხოთ. მე ისეთი პატარებია. სადღაც ამ მასას აი რამდენიც ვთქვი ახლა დოზითაც არის მაიონეზი 1-3 კბილი ნიორი. ალბათ ესე. ეს პატარები, რა ვიცი, რამდენი 2 კბილნახევარი ალბათ. კბილებსაც გააჩნია, ხო, ზოგი არის დიდი. ახლა ესეც ასე. და ეხლა ეს რო გავამზადებ, ანუ გემოები გაუჯდება ხვალისთვის უფრო. იმიტომ რომ ეხლა მთლად ეს გაღեղილი წიწაკა და ისინი გემოს მისცემს ხვალ. ისეთი ცოტა ნიორი რომ არ მინდა დავტოვაზე. ხო. აი ასე. ის ასე. ხალები გადავიღოთ. ესეც გადავალოთ. მოკლედ, რამდენი წონკანს მოუშვებს, სულ ნინოზე მეფიქრება. ხო, ეს სუნელები თავის ადგილზე
დავდოთ. თავისი ადგილი არის მაცივარი ზემოთ. კეჩუპი შევდოთ მაცივარში. ხო, სხვათა შორის რაღაცა სალათი გავაკეთე. იმითი კარტოფილი გავთვალე მოხარშე. სტაფილო გავხეხე. ყაბაყი შევწვი კუბიკებად, ბულგარული, მწვანე ბულგარული, ხახვი, კიდე რა გავუკეთე, ცოტა პაპრიკა, ცოტა ცხარე წიწაკა, ძმარი და ზეთი, მარილი. ხო, და გამოვიდა ძალიან გემრიელი სალათი, სოსოს ძალიან მოეწონა. მოკლედ, ძალიან მიყვარს სალათები. განსაკუთრებით, როცა ზაფხული მოდის. აი, არ ვიცი. ეხლაც მაქვს სალათის ფოთლები, არ ვიცი, ალბათ ხვალ გავაკეთებ. ხვალ მაქვს დალაგების, დღეს გვიან გავრეცხავთ ან სამოსრო მოასწროს გაშრობა, ანუ სამსახურისთვის რა, გასასვლელი. სამსახურში მაწვია, ანუ მუქ ფერებში ესეთი უნიფორმა გვაქვს, ასე ვთქვათ. და წესით უნდა ეყიდოთ ჩემთვის შავი მაისური, ანუ შავი შავალი, ალბათ თვითონ მე უნდა მოკლედ, ну მუქ ფერებში უნდა და ეს მაისურიც მაგიტო შევიძინე, რომ მეთქი სამსახურში მეც მივარ. აბა ეხლა გადი აქედან უზრდელო პატა შენ, მაცალე ეხლა აქ. ხო, ეხლა ეს ერთ ღამეში იქნება, რა ვიცი, ძალიან გემრიელი. ხო გავსინჯავ. ძალიან კარგია. მოკლედ, ესე გამოიყურება. ისა აქ რა ქვია, ანუ თლიანები აქვს ორეგანო და პაპრიკა. ხო, გავუკეთე, მეთქი პაპრიკა დამავეწდა. ხო. რაღაცა თითქოს აკლია. რაღაცა. რა მეხვარდა მოვიწყდა? მოდი, აბა კეჩუპს დავუმატებ ცოტას. ეთქობა ეს ცოტა სხვანაირი კეჩუპია. ცოტა კეჩუპი. ესე ფერიც უფრო კარგი მიეცა. მოკლედ არის ღია სტაფილოს ფერი. მოდით პაპრიკას ჩავამატებ კიდევ. იმიტომ რომ რაღაცა მეცო წავება. ой. სანძებარი მომივიდა მოდრება. მოკლედ გაუჯდება ამას გემოები და ხვალ ნახავ ზუსტად როგორია. ნიორი, ხო ცოტა ნიორიც აკლია. ნიორი ხო ახალი ჩახეხილია. რო გაუჯდება ის ნიორის სიმწარეც ექნება. შვენიერია. всё. მოკლედ მზად არის. ყავა უკვე მივირთვი სამჭიქა, ასე რომ მეტი უკვე ზედმეტი იქნება. ამას ახლა შევდგავ ახლა ამას მაცივარში. ამას გავლოკავ. მართლა კაია. და მექსიკური კარტოფილი, დიდი ნაჭრები, როცა კეთდება ზეთში, ფორმად ზეთში და მოკლედ ივუნგლება ეს კიდე ცალკე დაღეღილ წიწაკაში და ორეგანოში
ეს соуსი გვერდზე, ეს არის არ ვიცი ძალიან მფრინველია. კარგია. მაგრამ ნიორი კიდე მოხდებოდა. შვენიერია. ხო, აი ესე. პატარა რეცეპტიც გაგიზიარეთ. არ მახსოვს წინა ვიდეოში თქვი თუ არა მაგაზინი. ახლა დავაკეთებ ვფიქრობ ჩაი იქნება საყიდელი, იმიტომ რომ უკვე ცოტა დარჩა. მოკლედ თან იმაზე ვფიქრობ ხოლმე რომ სამსახურში რომ მივდივარ მთელი დღით, ანუ დილიდან ღამემდე, თავისთავად სოსო უნდა საჭმელი თვითონ მოიმზადოს. ან მე დავუტოვო. ჩემი დატოვებული ერთი ხელი საჭმელი არ ეყოფა. მთელი დღის განმავლობაში სხვათა შორის თვითონ აკეთებს ხოლმე საჭმელებს. იმ დღეს რა გუშინ იყო ხო სოსო შენ ჩიფსები რო გააკეთე? ჰა? სოსო ჩიფსები გუშინ გააკეთე? დღეს შაბათია. ნაუშნიკები, ყურსასმელები უკეთე, ჰა? გუშინ წინ რანაირად ნახე? გუში რომ მოვედი მე. შენ ხო მითხარი რომ მარტო ეს დაგიტოვეო თუ გუშინ წინ იყო. ნუ მოკლედ რა. ხო. აი. მოკლედ დაგიტოვო მე მეკითხება და მე უთხარი არ გინდა მეთქი უბრალოდ 1-2 წელი დამტოვე რომ გავსინჯოთ ხო. ისი როგორ გამახსენდა რომ გუშინ წინ იყო. გუშინ წინ სამი პატარა გავიკეთე. ხო და გუშინ შენ პამიდორი იყიდე და მოიტანე. გუშინ წინ არ მოგიტანე. ხო რა მნიშვნელობა. გუშინ კიდე შეკვეთა იყო, სომთხოვე ჩიჟიბიჟი უნდა და ეგ გავუკეთე. ხო, მოკლედ გააკეთა ჩიფსები და მეგობრებო, აი მართლა, არ ვიცი, მე არ გამომცვლი ეგეთი კარგი ეტყობა, ისე მონდომებული იყო. ყველი გაუშრია, გაახმურა, როგორ მოახერხა, არ ვიცი, მე გახეხა თუ დაფქვა თუ რაღაც ხო დაფქული აქვს. კი, აი როგორც ისა რა ქვია იმას, როგორც პარმიზანი რა. ოღონდ ეს არ არის ისა პარმიზანის ყველი, აი ნახეთ, შეხედეთ როგორია ფხვიერი. ეს არის ყველი. და ისა ქართული ყველი, როგორ მოახერხა, როგორ გააშრო. და მე ვუთხარი ხო, ცოტა გაშალებ მეთქი, რამეზე გააბწყელეთ ხო და გახმება თქო მგონი ხო. და დაუქვია, აქედან იმიტომ ამომიყარა ისა ციცაკა ამაში მქონდა ეს წითელი დაფქული ციცაკა და მეთ ჩემო უკუღმა ხო და დაუქვია ეს გაუკეთა ერთ ნაწილს და მეორე ნაწილს გაუკეთა პაპრიკამ. გემოთი, აი მართლა შეფუთვაში რო ყიდულობ, აი ეგეთი გემო მქონდა, ოღონდ უფრო ნატურალური. ანუ იქ ხო იგრძნობა რომ გემოს გამაძლიერებლებია და რაც აქ იყო სუფთა ეს ყველი მოაფრქვია, ანუ ეს ისინი უკვე ახალ შემწვარს, სანამ ცხელი იყო, ესე მოაყარა. მოკლედ, მომავალი კულინარი იზრდება. ხო, ესეთი ამბები. ეხლა მას ვანდას დავურეკე პატარა კნუტი ყავს ცუდად და წაუყვანია კლინიკაში ვეტერინართან, ვეტერინარულ კლინიკაში 3 დღეა არაფერს არ ჭამსო, წყალს არ სვავსო და მოკლედ გასასხმებს უკეთებენ და მოკლედ აღმოაჩნდა რომ გამოიკვლიეს ეს დიდი ხნის წინ. ნუ დიდი ხნის წინ რა ერთი თვის უკან ალბათ. რომ ფილტვებში წყალი აქვსო და მოკლედ რაღაცა წამალი სჭირდება, რაღაც ძალიან ძვირი ჯდება. ხო და თან ვანდას ძალიან ეცოდება ცხოველები, ძალიან უყვარს ცხოველები და მესმის ვანდასი ზოგი მე მგონი ადამიანისთვის არ გაიმეტებს ეგ მასე
ვთქვათ, რაღაცა ზრუნვას და ფინანსებს და სახსრებს, როგორც ვანდა თავის ცხოველებისთვის ზრუნავს. უყვარს, ძალიან უყვარს. ნუ რა ქნას ახლა ისე ახლა თათ არ დაბერებულა, მაგრამ უკვე იმ ასაკშია, რომ უკვე всё, ანუ შვილი არ ყავს, ნუ არ მოხერხდა, არ მოხდა ეგ ისა. ნუ ესეთი ცხოვრება ერგო და აქვს თავისი საზრუნავი. ხო და ესე ზრუნავს თავის ცხოველებზე. კარგი იქნებოდა ჩემზეც ესე ვინმე ზრუნავდეს, როგორც ვანდა თავის ცხოველებზე. ხო. ხანდახან მინდა ხოლმე. თუმცა ხო მართლა მეგობრებო, რას ვარ დაკვირვებული, იცით, როცა ადამიანს გაქვს ბევრი დრო ფიქრისთვის, უმოქმედობისთვის, ეს არის საწინდარი დეპრესიის, ასე ვთქვათ. ბევრი ფიქრი უდრის დეპრესიას. ასე რომ ბევრი მოქმედება არის სიხარულის საწინდარი. მოქმედება, ანუ სულ რაღაცა საქმეში ხარ, რაღაცა მოძრაობაში ხარ, გადატვირთვის გარეშე. რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიტვირთოს ადამიანი და არ უნდა მოკვდეს და ნორმალ ზომიერად, ანუ არ უნდა გქონდეს ბევრი ფიქრის საშუალება. ადამიანი ესე რომ ცხოვრობ, ხო, უფრო ბედნიერი ხარ, რაც უფრო მეც ფიქრობ, უფრო ბევრი პრობლემები გაქვს. ხო და თუ რაღაცა ეხლა საჭირო რაღაცეებია, უნდა ჩამოწერო და ისე უნდა თავს შეახსენო ხოლმე რა, ესე. ზოგს მობილურში შეიძლება გქონდეს ჩავი, მე მაგალითად მიყვარს ქაღალდი და კალამი, რომ ჩავიწერ რაღაცას. მობილურშიც მაქვს ნოტფად, მაგრამ რაღაცნაირად ვერ აუღეალღო რო იტყვიან, მიყვარს აი ფურცელზე წერა. ხო და ესე მეგობრებო, ასე რომ მეტი მოქმედება, მეტი მოძრაობა, მეტი საქმე და ნაკლები ფიქრი. იმიტომ რომ როცა ადამიანი, ანუ არ არის დაკავებული რაიმეთი, ხო, თავისთავად ბევრს ფიქრობს. მე მაგალითად. ახლა ძალიან ბევრს ფიქრობდი, იმდენს ფიქრობდი, რომ უკვე აი რუსული სიტყვა ასე ტუპიკში, ანუ ტუპიკი როგორ არის, ჩიხში შევდიოდი და აი რაღაცა საოცრებები იყო რა. ასე რომ ნამდვილად არ მინდა დაუბრუნდე ეგეთ ცხოვრებას, მინდა რომ იყოს აი ზომიერი, სპორტული და მოქმედებაში რა და ეხლა მინდა რომ სოსოც ესეთ იმაში რეჟიმში ჩავსვა და ვფიქრობ, რა ვიცი, ვნახოთ ეხლა ფინანსურად როგორ მოვახერხებ, მინდა რომ სპორტზე ვატარო, რომ რაღაცა სპორტით იყოს დაკავებული, რომ რაღაც ის გქონდეს, რაღაცა მოტივაცია, იმიტომ რომ მე ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაინც ეხლა ну კი მართალია მაშინ არ იყო ესეთი ძვირი და სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს უზრუნველყოფ და ეხლა ყველაფერი ფული და რაღაცა ფასი იღებს. ადრე იყო უფასო წრეები, სპორტიც ის, აქეთ გადაგიხდიდნენ რამე რო იყო. ხო და მოკლედ ესეთი მაქვს ფიქრად, მინდა რომ გამახორციელო. ხო და ესეთი ამბები მეგობრებო. ეხლა მაღაზიაშიც ვარ შესასვლელი. ხო მართლა მაღაზიაში სანამ ჩავიდოდი გავიგე სახანძროს მანქანის ხმა ძალიან იცი მე მოყვა სასწრაფო მოყვა პატრული რა ვიცი ერთი ამბავი იყო სოსონები მეთქი კიდე ხანძარია სად მეთქა და სოსო მიხუმრა ეხლა ეგეთ რაღაცებზე ხუმრობა არ შეიძლება მაგრამ ეხლა ალბათ ცენტრალშიო და მოკლედ ჩავედი თან პური მქონდა ამოსატანი და აღმოჩნდა რომ მოსახვეებში ზემოთ ის რო არის მან სამრეცხაოა მანქანების მანქანა დაეჯახა ბლოკის თუ ქვის ღობეს ანუ ბარდიურს რო ეძახიან თუ რაღაცას და მოკლედ მანქანაში ბავშვებიც იყო თუ რაღაცა და ერთი ამბავი იყო რა მარჩოვიდან დავინახე და მედია ყველაფერი რიგზე აქვთ და კარგად არიან. ხო, ეხლა კიდე ერთხელ მომიწევს ერთი ჩასვლა, მოკლედ ხვალისთვის.
უნდა ვიყიდო რაღაცები და ესე მე სარეცხს დავრეცხო. ეს უკვე მშრალია, სარეცხი რაც დღეს დავრეცხე. კაია რომ დათვა, მაგრამ ძალიან ზედმეტი სიცხე დამწრუნველია. ეხლა ესეთი ფიქრები მაქვს კიდე რაღაცა პატარა კონდიციონერი მინდა. ისე სხვათა შორის თუ არის ესეთი ეკონომიური მითხარით, აბა აი მაგალითად A++ კლასის ისინი როა კონდიციონერები თუ იყიდება ესეთი უფრო ეკონომიური თუ იქნება მთლად უკეთესი, აი ეგრეთ წოდებული ზიმალეტას რო ეძახიან, ანუ ზაფხულში სიგრილე და ზამთარში სითბო. მე მგონი ყველაზე კაი ვარიანტი ეგ არის, თუ რა თქმა უნდა ბევრ დენს არ დახარჯავს. ხო და რა ვიცი, ძალიან პატარა ფართია, ამას ბევრი არც უნდა, პატარა პაწეწუნა რაღაცა ისეთი. მაგრამ ეხლა მე რო გადავხედე ფასების მიხედვით, სადღაც 600-700 ლარი ვიღებდა ეს კონდიციონერი. და რა ვიცი, ფიქრობ სავით, არ ვიცი ახლა ჯერ ზუსტად, მაგრამ გაზის საკითხი მაინც მოსაგვარებელი მაქვს ზამთრისთვის, იმიტომ რომ სადილის მოსამზადებლად გჭირდება მე თუ გავაკეთებ კიდე გადამყვანს აქეთ, მე შეიძლება გათბობაც გავაკეთო. ხო, მოკლედ რა ბევრი ისინია რა, გეგმებს ახლა ეტაპობრივად მივყვები და ვნახოთ რა გამოვა, როგორ გამოვა. თავარია რომ იყოს მშვიდობა, იყოს ჯანმრთელი და იყოს კარგი მუშაობა. всё, მეტი ახლა არაფერი არ აქვს ისეთი საზრუნავი რა. ეს არის ახლა მთავარი. კარგით მეგობრებო, ძილინებისა. ახლა მე ესე უცბად არ დავიძინებ თავისთავად, ქვეყანას საქმე მაქვს, სარეცხიც მაქვს გასარეცხი და ხვალ დაგიბრუნდებით ხოლმე. ზეგ უკვე სამსახურში. კარგით, აბა ხვალამდე.